ზაფხულის მოახლოების პარალელურად იმატებს საკვებით ინტოქსიკაციის შემთხვევები. გორის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი იმ პროდუქტებს ასახელებს, რომელიც მოწამვლის დიდ რისკებს შეიცავს. მერემ გიუნაშვილი მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს და რეკომენდაციებს გასცემს. ტემპერატურის მატებასთან ერთად საკვების მიერი ინტოქსიკაციები და დიარეით მიმდინარე დაავადებები ზოგადად მატულობს სტატისტიკურად. მატულობს როგორც ერთეული შემთხვევები, ისე ჯგუფური შემთხვევები, რომელსაც ჩვენ ეპიდაფეთქებებს ვეძახით. ამისი მიზეზი არის დაუმუშავებელი, თერმულად დაუმუშავებელი, არასათანადოდ დაუმუშავებელი საკვები პროდუქტების გამოყენება, ან უკვე მომზადებული საკვები პროდუქტების არასათანადოდ ტემპერატურაზე შენახვა. ერთი და მეორე წყლის დაბინძურებული წყლით საკვები პროდუქტების გარეცხვა ეს ფოხილი იქნება თუ ბოსტნეული. დაავადებათა შემთხვევების 50% ზუსტად აი ამ დიარეულ დაავადებებზე მოდის ზაფხულის პერიოდში და მით უმეტეს რომ სეზონი არის ზღვის სეზონი, ესეც ხელს უწყობს. საკვების შემთხვევაში აუცილებელი არის რომ სუფთა სასმელი წყალი იქნას გამოყენებული ხილის და ბოსტნეულის გასარეცხად, უნდა კარგად დალბეს და გამდინარე წყალში გაირეცხოს. უკვე მომზადებული საკვები თუ არის, ამ შემთხვევაში მიზანშეწონილია რომ ცხელი მიირთვან და ყოველი მიღების ჯერზე კარგად თერმულად წამოატუღონ კარგად და ისე მიირთვან. მაცივრის გარეშე 3-4 საათი არ არის მიზანშეწონილი რომ იყოს ჩვეულებრივ ტემპერატურაზე. მაქსიმალურად მოერიდონ კრემიანი ნამცხრების მიღება, სასურველია რომ მოერიდონ ზაფხულის პერიოდში. ასევე მალტჯებადი პროდუქტები არ არის მიზანშეწონილი რომ იყოს მაცივრის გარეშე, რძის ნაწარმი, თევზის პროდუქტები, ხორცის პროდუქტები და მაღაზიაში შეძენის დროს აუცილებლად გარდა იმისა რომ უნდა დააკვირდნენ შენახვის ტემპერატურას და ვადებს, თვითონ ვიზუალურადაც შეძენის დროს მიაქციონ ყურადღება თვითონ ამ პროდუქტების ვიზუალურ მხარესაც.